გამარჯობათ მეგობრებო, შეკითხვა ნომერი 10. G სამუჯრაში დააჯამეთ partner 1-ის 4-ვე წლის გაყიდვების თანხა, გამოიყენეთ ეგრეთ წოდებული 3D ფუნქცია. თუ შევამოწმოთ თითოეული წლის სამუშაო გვერდს, ნახავთ, რომ შესაძლებელი გვაქვს D4 უჯრის მონაცემები. დავდგეთ სამარი გვერდზე და გავაქტივირებთ G3 უჯრას, სადაც ავკრიფავთ ფუნქცია sums. შემდგომ გადავიდეთ 2011 წლის სამუშაო გვერდზე, დავაკრიკოთ ღილაკ Shift და მოვნიშნოთ 2014 წლის სამუშაო გვერდი. აქტიური გვერდიდან მოვნიშნოთ D4 უჯრა, რის შედეგადაც მივიღებთ მსგავს ჩანაწერს, რაც გვეუბნება, რომ 2011 წლის სამუშაო გვერდიდან 2014 წლის სამუშაო გვერდამდე ფუნქცია sum დააჯამებს თითოეულ D4 უჯრაში არსებულ მონაცემს. დავაკრიკოთ ღილაკ Enter და მივიღებთ სასურველ შედეგს. კითხვა ნომერი 2. სამარი გვერდზე Next Year Project-ით წერილ სვეტში ამოქმნეთ conditional formatting-ის შემდეგი პირობები. თუ მონაცემი 50000-ზე მეტია, შეაფერადეთ yellow fill with dark yellow text, ხოლო თუ 50000-ზე ნაკლები ან თორია, red text. ამისათვის მოვნიშნოთ D4 უჯრის შესაბამისი მონაცემები. შევიდეთ conditional formatting-ის მენიუში, პირველი ველიდან ავირჩიოთ greater than პარამეტრი. სადაც აღნიშნულ გრაფაში ჩავწერთ ჩვენს კრიტერიუმს 50000, ხოლო with ველიდან ავირჩიოთ მეორე ჩანაწერს yellow fill with dark yellow text. დავაკრიკოთ OK-ს და განვაგრძოთ კითხვის შესრულება. თუ 50000-ზე ნაკლები ან თორია, მივანიჭოთ red text ფორმატი. კვლავ შევიდეთ conditional formatting-ში, პირველ ველში და ნახავთ, რომ აქ მსგავსი პარამეტრი არ გვაქვს, ანუ less than or equal to. რის მოსაცემადაც აუცილებლად უნდა გადავიდეთ more row-ში, სადაც აღნიშნული დიალოგის ფანჯრიდან, კონკრეტულად I am ველიდან ჩამოვშლით და ავირჩევთ less than or equal to პარამეტრს. გვერდზე მდებარე გრაფაში კი ჩავწერთ ჩვენს კრიტერიუმს 50000. ფორმატის მისანიჭებლად აუცილებელია გავააქტივიროთ აღნიშნული ღილაკი, format ღილაკი, რომელიც გადაგვიყვანს format cells დიალოგის პანჯარაში და font menu-დან ავირჩიოთ შესაბამისი color, კონკრეტულად კი წითელი ფერი. დავაკრიკოთ OK-ს, კვლავ დავაკრიკოთ OK-ს და ნახავთ, რომ მეორე კითხვის ორივე პირობა უკვე სრულად არის შესრულებული. ეს გახლავთ კითხვა ნომერი 10, მადლობა ყურადღებისთვის.